გამარჯობა ბავშვებო, მოგესალმებით. რამდენად ხართ დღეს განწყობილი იმისთვის, რომ ჩავატაროთ ერთი საინტერესო გაკვეთილი ისტორიაში. ალბათ ჩვენ იქნება ვაძლევს ამის საშუალებას, რომ ჩვენი გაკვეთილი დღეს საინტერესოებს წარიმართოს. ვინაიდან ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება მეფე თამარი. ამ გაკვეთილის მოსამზადებლად მე დამჭირდა მის შემუშავება, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად როგორც ყოველთვის მიზანი, ჩემი მიზანი რა იქნება დღეს, რომ მივახციოთ ჩვენ ამ მიზანს უკვე გაკვეთილის ბოლოსთვის. მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოსთვის უნდა გაიგონ თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. შექმნან თვალსაჩინოებები, ისტორიულ მოვლენებს უნდა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა მისცენ, ანუ გადმოსცენ ისინი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაასახელონ საუკუნე, რომელსაც მიეკუთვნება ესა თუ ის თარიღი, ანუ წელი. ასევე შეძლონ საკუთარი აზრის ლაკონურად გადმოცემა და განასხვავონ ერთმანეთისგან ისტორიული და ლიტერატურული წყარო და ის ტექნოლოგიები. ანუ ჯერ დაიბეჭდა. ვის ექნება აბა ბუბა? რუსთავი. პირველი იქნება ჩვენი ჩასაწერი რუსთავი. შემდეგი გიორგი, რომელი ბრძოლა გადაიხადა თამარმა 1203 წელს? აბა 1203 წელს. კიდევ აბა კიდევ ბასიანის. ბასიანის ბრძოლა, ხო? ეს არის ბასიანი. გონი ჩაიწერა, ხო? შემდეგი მესამე დაასახელეთ თამარის ეპოქაში აშენებული ტაძრების სტილი. დიახ, აბა ტაძრების სტილი. როგორი ტიპის ტაძრები შენდებოდა, მეგი? გუმბათოვანი ტიპის ტაძრები, ხო? ეს არის გუმბათოვანი. გიორგი, შემდეგ მეოთხე რა ერქვა თამარ მეფის ისტორიკოსი, რომელმაც დაწერა ცხოვრება მეფისა თამარისი? დიახ, ცხოვრება მეფისა თამარისი, აბა ვიტა ვისაც უქმნის? ბასილი ეზოსმოძღვარი. როგორ ვფიქრობ, რომელი ჩავწეროთ? ბასილი თუ ეზოსმოძღვარი? ეზოსმოძღვარი. აქ ჩავწეროთ ჩაიდება? მეოთხეში. ესე იგი, აქ უნდა დავწეროთ ჩვენ ბასილი. შემდეგ გიორგი? მეხუთე რაგვარი იყო თამარ მეფე? რაგვარი იყო თამარ მეფე? ბაგრატიონი. ბაგრატიონი, ბავშვო, რატო არ აქტიურო? ბაგრატიონი. შემდეგ გიორგი? მეექვსე რომელ ბრძოლაში დაამარცხეს ქართველებმა აბუ-ბაქარი? აბუ-ბაქარი. აბა ერთ-ერთი წარმატებული ბრძოლა თამარ მეფის ძალიან ბევრი წარმატებული ბრძოლა ჰქონდა, ხო, თავის მოღვაწეობის მანძილზე, მაგრამ ერთ-ერთი წარმატებული ბრძოლა, როდესაც დაამარცხეს აბუ-ბაქარი. ვინ არის ეს? რომელი ბრძოლა? ეს არის ბასიანი. ბასიანი, ახლა შემასწავლეთ მე თქვენ. რომელი ბრძოლა ეს? ბასიანი არ არის. აბა მე შამქორი, ეს არის შამქორის ბრძოლა. შემდეგ მეშვიდე თამარის ეპოქაში მოღვაწე ერთ-ერთი ოქრომჭედელი ოფიცრის სახელი. დიახ, აი მოღვაწეობდნენ ოქრომჭედლები. ვინ იყვნენ ესენი და ერთ-ერთი სახელი უნდა ჩავწეროთ. აბა ლევანი. ბექა. ერთი ბექა იყო ნამდვილად, მაგრამ ბექა ჩაიდება? რომელი უნდა ჩავწეროთ? აბა მე. ბეშქენი, მეორე იყო ბეშქენი, ხო? შემდეგი ნომერ 8 წიგნი, რომელსაც საქართველოში ქას ძითებში ატანდნენ. წიგნი აბა ვიკა რომელს ატანდეს? წიგნი ეს არის ვერცხლისწყალსანი. და შემდეგი ბოლო სწორედ ნომერ 9 ტაძარი, სადაც თამარ მეფის ფრესკაა შემონახული. ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ფრესკა არის შემონახული, ხო? აბა ვის ექნება ამაზე პასუხი, ბავშვებო, აი დამხმარე მასალა ჩვენ უკვე ფაქტიურად გვაქვს, ხო, სახეზე. აბა კიდევ, აბა ბუბა. ბეთანია ჩაჯდება? ერთ-ერთი არის ნამდვილად, მაგრამ გვინდა ამოთიდან ის რომელი ჩაჯდება, ხო? დიახ. აი ეს არის. კი ბატონო, მადლობა გიორგი, დაჭირფიშის ადგილას. აი ბავშვებო, ჩვენ უკვე კაფიო ხაზებით გამოყოფილ შრიფტში გამოგვივიდა ის მეფე, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. ვინ ყოფილა ეს ნინა? რას ვკითხულობთ ჩვენ აი იმ შრიფტში? დაწერია? აი ესე წაიკითხება. თამარ მეფე და ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემაც იქნება რა თქმა უნდა თამარ მეფე. ჩვენ მქონდა როგორც გეგმის დროს გაგაცანით
წინასწარ მომზადებული თემები, უფრო სწორედ თქვენ აირჩიეთ თემები, ხო? მოსამზადებლად ჯგუფებმა. და პირველი, ვინც გამოვა საპრეზენტაციოდ, იქნება ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა თამარის ოჯახი და რომელი? გარემოწვა, ხო? ხო, დაბა. ესენი ამდა წაიღოთ და თემების ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა აერჩია თემა თამარის ოჯახის შესახებ. მე წარდგენით თამარის ოჯახს. მე კი თამარის გარემოწვას. ისმენთაბა დაიწყებ. რა ხდება თამარის ოჯახში? აი, კი ბატონო. ჩვენ მოვიმპოვეთ თამარის ოჯახის წევრების რამოდენიმე ფოტო. ფოტოა ეს? მის სურათები. დიახ, სურათები ნახატები ხო? მაგრამ ზოგი მათგანის ვერ ვიშოვეთ. თამარის დედა ბურდუხანი, მაგრამ იგი ზოგ წყაროებში მოხსენიებულია როგორც გურანდუხტა. გურანდუხტის მამა ოსთან მეფე ხუდანი. თამარის მამა გიორგი მესამე. გიორგი მესამეს მამა დემეტრე პირველი. ანუ ვინ იყო ის თამარისთვის? თამარისთვის ეს იყო პაპა. პაპა იყო. თამარის პაპის პაპა. პაპის პაპა? თუ? პაპის მამა. პაპის მამა. ვინ იყო? დავით მეოთხე აღმაშენებელი. თამარის ბიძა დავით მეხუთე. თამარის მამიდა რუსუდანი. თამარის ბიძაშვილი დემნა. თამარის ყოლია ყავდა ქმარი მეუღლე დავით სოსლანი. მისგან თამარს ყავდა ორი შვილი ლაშა გიორგი და რუსუდანი. კი ბატონო. კი მაგრამ ფოსკიმაში რატო არის მოსახლეობის თამარის პირველი ქმარი გიორგი რუსი? იმიტომ რომ ჩვენ საჭიროდ არ ვიცით გიორგი რუსის აქ ამ სქემაში რატომ თედო? იმიტომ რომ თამარ მეფეს მისგან არ ყოლია მემკვიდრე. და აი ეს პასუხი აქვს თედოს. კარგი, რა შეეხება მამიდა რუსუდანის? ვინ იყო ეს მამიდა რუსუდანი თედო? თამარის მამიდა და იგი იზრდებოდა თამარის მამიდა რუსუდანის ხელში იზრდებოდა თამარი. დიახ. კიდევ რა შეიძლება? გიორგი მესამეს ერთადერთი მემკვიდრე ჰყავდა, ეს იყო თამარი. თამარი თავის სიცოცხლეში გაამეფა. თამარი დაიბადა 1160 წელს და გარდაიცვალა 1213 წელს. გიორგი მესამე იგი თავის სიცოცხლეში გაამეფა და მამაშვილი ერთად მართავდნენ სამეფოს 1178-1164 წლამდე. 1184 წლამდე. მაგრამ გიორგი მეფეს მესამეს გარდაცვალების შემდეგ თამარ მეფე დიდგვაროვნება გადაწყვიტეს, რომ თამარისთვის თამარი დაოჯახებული იყო და ერთ-ერთმა მათგანმა ყულასაბამმა წამოაყენა ასეთი პიროვნება. ანდრია ბოგოლოვსკის შვილი გიორგი რუსი თამარი დიდ უარზე იყო, რადგანაც ამბობდა, რომ როგორ გაყვე ისეთ პიროვნებას, რომელსაც სრულებითაც არ ვიცნობდა, ერთხელაც არაფერს ნანახიო, მაგრამ მალე დაარწმუნეს იმაში, რომ უნდა გაყოლოდა ცოლად. დიახ, აი თედომ არ შეიტანა ბავშვობა გიორგი რუსი თავის სქემაში, მაგრამ მაინც გვიყვება ისტორიას, ხო, გიორგი რუსის. მაგრამ გიორგი რუსი მეტად როთი გამოდგა და თამარმა იგი საერთოდან გააძევა. ალბათ დაიწუნა რუსის პიროვნება და ამიტომ ჩათვალა თედომ, რომ ეს არ იყო ღირსი აი ამ სქემაზე ყოფილი. შემდეგ ცოლად გაყვა დავით სოსლანი. დავით სოსლანისგან მას ორი შვილი ჰყავდა, ლაშა გიორგი და რუსუდანი. დავით სოსლანი მას თამარს ხარში ედგა. დავით სოსლანი ადრე დაობლდა და მას ზრდიდა თამარის მამიდა რუსუდანი. ისინი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს და მოსწონდათ კიდეც ერთმანეთი. კარგი, კი ბატონო, ანუ დავით სოსლანი და თამარი ერთად იზრდებოდნენ ვის კარზე? მამიდა რუსუდანის კარზე, ხო? ორივეს ერთდროულად ზრდიდა რუსუდანი. კარგი, მარი რას გვეტყვის? წყაროებზე მუშაობისას ჩვენ შევიტყვეთ, რომ თამარ მეფის გამეფებისთანავე ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად.
როცა მათ თამარი ხელახლა გაამეფეს, რითაც ხაზი გაუსვა საკუთარ უფლებებს. თამარი იძულებული გახდა ზოგი რამ დაეთმო, გადააყენა გიორგი მესამის მიერ აღზევებული უერთგულესი მოხელეები. ამირსპასალარ მანდარტუხუცესი აფრიდოვი, ხო? ეს გიორგი მესამის დროს აღზევებული. შემდეგ? და მსახურთუხუცესი ყუბასარი. კარგი. ეხლა რა შეეხება აი ამ სქემებს, რომელიც ჩვენ გაქვს, ხო, გამოტანილი? რას გვეტყვი ამის შესახებ? რა ხდება? ვინ არიან ისინი? მარი. წყაროებზე მუშაობისას ჩვენ დავადგინეთ, რომ თამარის დროს ურთიერთობდნენ ყუთლუ თამარის ურთიერთობა ჰქონდა ისთან. ვინ არიან ეს გარემოცვა? ყუთლუ არსლანი, კრავაი ჯაყელი, ხუაშაკ სიქალი, ზანქან ზორაბაბელი, თბილისის ამირა აბულასანი, ივანე ყვარყვარი ცხისჯვარელი და შირვანის შაჰი აღსართანი. აი რაც შეეხება აი ამ სქემას, არ ვიცი ხა თუ ჩანს ბავშვებო აი სქემა, მაგრამ რატომღაც ჩემი ყურადღება განსაკუთრებით ამან მიიქცია და რა ხდება ხა ამ სქემაზე? აგვიხსენი აბა მარი. თამარი მარტო ვერ აუდიოდა საქმეს, ამიტომ მას სჭირდებოდა დამხმარე. სამეფო დარბაზი ირჩევდა ვაზირებს. და აქ რა ხდება? ეს პარლამენტი, მინისტრები ვინ არიან ესენი? მე-12 საუკუნეში სამეფო დარბაზი დღევანდელ არსებობას შეუსაბამი პარლამენტი. ანუ შენ გააკეთე თანამედროვეობასთან შესაბამისობა, ხო? სამეფო დარბაზის უფლებები შენ დაიგივე რასთან? პარლამენტის უფლებებთან, ხო? შემდეგ რა ხდება? ვაზირები შეუსაბამი დღევანდელ მინისტრებს. წიგნობართუხუცესები შეუსაბამი წიგნობართუხუცესი, ხო? ერთი იყო. დღევანდელ პრემიერ-მინისტრს. რატომ პრემიერ-მინისტრს? იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი იყო უფროსი მინისტრების უფროსია, ხო? ხოლო წიგნობართუხუცესი იყო ვაზირების უფროსი. ალბათ ამიტომაც შენ გადაწყვეტე რომ შეესაბამება პრემიერ-მინისტრის, ხო, თანამდებობას. ამირსპასალარი დღევანდელ შეუსაბამი თავდაცვის მინისტრს. მეჭურჭლეთუხუცესი შეუსაბამი დღევანდელ ფინანსთა მინისტრს. ფინანსთა მინისტრს, ანუ მეჭურჭლეთუხუცესის უფლება რა ყოფილა? მოვალეობები მისი. რა ებარაო მას? როგორ წერია წყაროებში? ხაზინაება, ხო? ანუ ხაზინა არის დღევანდელი რამ? ბიუჯეტი. თბილისის ამირა შეუსაბამი დღევანდელ თბილისის მერს, იმიტომ რომ თბილისს განაგებს თბილისის მერი დღევანდელობით. საერისთავოები შეუსაბამი დღევანდელ გუბერნიას. და ბოლოს თავები შეუსაბამი დღევანდელ გუბერნატორებს, იმიტომ რომ გუბერნატორები არიან გუბერნიას მფლობელები. გუბერნიის მეთაურები, ხო? და შესაბამისად გამოვიდა, რომ თურმე ერისთავები ყოფილა ბავშვებო დღევანდელი გუბერნატორები, ხო? რომელიც დღეს ჩვენ ესე ძალიან ხშირად გვესმის მათი სახელები. კარგი. შემდეგი, მადლობა დიდი. ხო, დაიკავოთ თქვენი ადგილები. შემდეგი თქვი აბა. აიჩია თამარის ომები. მე მოგიყვანეთ თამარის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ წარმატებულ ომს. ესე იყო შანორის ბრძოლა. მე წარმოგიდგენთ ბასიანის ბრძოლას. განათლების თამარმა მტკიცედ მოკიდა ხელი სახელმწიფოს მართვა გამგეობის საქმეს. იგი როგორც გიორგი მესამის პოლიტიკაზე აღზრდილი, კარგად ერგავდა იმ დროინდელ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თამარს მტკიცებების ყოფასთან ერთად ახასიათებდა უფლების მოყვარეობა. თამარმა გააჩნდა შეიქმნა ძლიერი მონარქია და გაეგრძელებინა მამის დაახლოებითი პოლიტიკა. ამისათვის საჭირო იყო სოციალ-პოლიტიკური ჯგუფების გამოყენება და მომხრობა. ასევე თავდადებული მოხელეების შერჩევა, რომლებიც თავდადებული ბრძოლებით შეძლებდა მონარქიის უფლებების დაცვას. სწორედ ამაში გამოიჩინა თამარმა დიპლომატიური გამჭრიახობა და პოლიტიკური ნიჭი. თამარმა ფეოდალურ არისტოკრატიაზე დაყრდნობით დიპლომატიური გზითა და ხერხებით შეძლო გახდარიყო ნამდვილი თვითმყოფელი მეფე. თამარს შეუტანებია ბევრი ბრძოლები. შანქორი, რომელიც მოხდა 1195 წელს, ანისი 1201 წელს, მინდა ბასიანი მოხდა 1203 წელს, კარიანუ ყარსი 1204 წელს, ხლათი მოხდა 1200 და ამჭერი მოხდა 1208 წელს, ხოლო ამდენბილი მოხდა 1209 წელს. 1204 წელს თამარმა ააშენა
ბუფერული ზონა. ჩემი ყურადღება მიიქცია ამ სიტყვამ ბუფერული ზონა. მე ეს სიტყვა მოხსენებულია როგორც ტრაპიზონის იმპერია. ტრაპიზონი რატომ გააკვირდა უცხო სიტყვათა ლექსიკონში მომეწია ეს სიტყვა და აღმოჩნდა რომ ეს სიტყვა ნიშნავს ბუფერი არის ინგლისური სიტყვა. ბიძგის შერბილება. ბუფერული სახელმწიფო მცირე ზომის და სუსტი პოლიტიკური სამხედრო სამსახურის მქონე სახელმწიფოა. რატომ იქცია შენი ყურადღება ამ სიტყვამ? ბოლო პერიოდებში ხშირად მესმოდა ეს სიტყვა. რუსეთის ომის დროს. ასევე საქართველოს ყავდა ხმალავიცი ქვეყნები. შირვანი, ქაშაგეთი, დურძუკეთი, დიდეეთი, ლეკეთი და დარუბანდი. საქართველოს ერთ-ერთი ყავდაფრთა ქვეყანა. შირვანას საქართველოს თხოვა დახმარება წინააღმდეგ აბუ ბაქრისა, რომელმაც ის დაიპყრო. ამის გასაგებად იქნებოდა თუ არა ბრძოლა, თავებას მოიწვია საბჭო და გააწყარა ბრძოლა იქნებოდა. თავად დიდი რაზმის ჯარის შექმნა და დავის სოსლანის მეთაურობით გაემართნენ ქალაქ შაკოლის მიდამოებში. ხო, აქ რა ხდება შენს სქემაზე, გიორგი? როგორც ჩანს, მწვანე ფერით აღნიშნულია რუქნადინის ჯარი, ანუ ჩვენი დროის წევრი, ხო? ყავისფრად აღნიშნულია ქართულ ქვეითთა ჯარი, ხოლო ოთხკუთხედის ნახევრად გაფორმებული არის ქართულ ცხენოსანთა ჯარი. ისრით არის იერიშის მიმართულება, ხოლო წერტილებიანი ისრით მუქცევის მიმართულება. აქვე გადის მდინარე მკვარი. დავის სოსლანი და ზაქარია მხარდელი მეთაურობდნენ ქართულ ცხენოსანთა ჯარს. დავის სოსლანმა შეუდია მტერს აბუ ბაქარს. ასევე მას დაეხმარა ზაქარია მხარდელი და ივანე მხარგრძელი. მათ ასე მტერი დაამარცხეს და ისინი გააქციეს. აი რა იყო თავისებურება, როგორ ფიქრობ გიორგი, შენ ახლა ეს სქემატურად გადმოიცი, ხო? ბავშვებო, მიაქციეთ აბა ყურადღება ძალიან. მე კი ძალიან განიცდია. ყველაზე მთავარი, როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია წარმატება? აი მტერი არის განლაგებული სად? ერთ-ერთად, ხო? ქართველები კიდევ უტებენ რამდენი მხრიდან? სამი მხრიდან. ხო, აი ეს იყო. სწორედ თამარის ასე ვთქვათ სამხედრო სტრატეგია, ხო? სხვადასხვა მხრიდან შეგვიძლია. მე კი ძალიან განიცდია, როგორ გაიმარჯვეს ქართველებმა და როგორც გამოვარკვიე, მათი მისია აღჭურვილობით გაიმარჯვეს. როგორც ჩანს, ქართულ ცხენოსანთა ჯარი ძირითადად შედგებოდა სამხედრო შაფხუტისაგან, შურდისაგან, აღჭურვილობა. ისრისაგან, აკაკისაგან, სამგლისაგან და უგზონისაგან. თვითცხენსაცმელად თავისი აღჭურვილობა, ცხენის ჯამშანი, აღვერი და საშუბლე. საშუბლე ისათვის, რომ ტრის იარაღი არ მოხვდებოდა ცხენს. ანუ ცხენიც კი ყოფილა დაცული, ბავშვებო. თამარ მეფის ჯარში. ხედავთ, აი თვითონ ცხენსაც კი აქვს თავდაცვითი რაღაც ნაგებობა. ქართულთა ქვეითი ჯარი ძირითადად შედგებოდა ხმალიდან, ხლით, საფლავიდან, რომ ტრის იარაღისგან დაეცა მკლავი. მუზეალისაგან ფარი რასთავარი იყო ქარქარში ნაჭრისპირეთი, საბარკული და ჯაჭვისპირეთი. ძალიან კარგი. გიორგი საინტერესო პრეზენტაციისთვის. უკვე დიდი ხანია საქართველოს წინააღმდეგ საომრად მზადებოდა რომის სულთანი რუქნადინი, რომის სასულთნო მცირე აზიაში მდებარეობდა. რომელ ომზე გვიყვები, გუბა? ასიანის ბრძოლა, ხო? რუქნადინმა შეკრიბა 400,000 ჯარი და საქართველოსაკენ გაიმართა. რუქნადინი ისე იყო თავის გამარჯვებაზე დარწმუნებული, რომ მან ბანაკის ირგვლივ დაცვებიც არ დააყენა. თამარ მეფეს ბრძანებით საქართველოში შეიკრიბა დიდი ჯარი და დავით სოსლანის მეთაურობით ბასიანისაკენ დაიძიდნენ. სწორედ ბასიანთან გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. ამ ბრძოლას წინ უძღვოდა რუქნადინის წერილი. ამ ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ეს ბრძოლა მოხდა 1203 წელს, მაგრამ მე იმან გამარჯვება, რომ ზოგიერთ წყაროებში წერია 1202 წელი, ზოგიერთში კი 1203 წელი. ანუ შენ მიაქცია მას ყურადღება, ხო? სხვადასხვა ბავშვებო, თუ მიაქციეთ ყურადღება, აი თქვენ გქონდათ საშუალება, რომ ჩემს მიერ ინტერნეტიდან გადმოწერილი მასალებით გესარგებლოთ, ხო? და თქვენ აი აქ ისხედით და ამუშავებთ ამ მასალებს, ხო? და ძალიან ბევრმა სხვადასხვა აღნიშნა, რომ ერთ მოვლენასთან დაკავშირებით გქონდა ხშირ შემთხვევაში 2 ან მეტი თარიღიც, ხო? აი ეს ყველაფერი იწვევდა გაუგებრობას და ბუნდოვანებას, მაგრამ თვითონ ისტორიკოსებისგან მოდის ასე. თარიღების აღრება ერთმანეთში. გამიგეთ, ამაში გასაოცარი არაფერი. იმიტომ რომ ეს არის მე-12 საუკუნის ამბები.
თამარმა ბასიანის ბრძოლის შემდეგ აიღო ქალაქი დვინი. ამგვარად შეძლო აბუბაქრისა და სტრატეგიულ პოლიტიკურ მნიშვნელობის ქალაქების განძისა და დვინის შენარჩუნება. თამარ მეფემ მე-12 საუკუნეში მართლაც შეძლო გაეძლიერებინა მხედრობა. ამის შიშით არაერთმა მაჰმადიანმა მთავარმა ამირამ და სულტანმაც მიიღეს საქართველოს ყრობა და იკისრეს მისი მეხარკეობაც. თამარ მეფე ქვეყნის გაძლიერებასთან ერთად აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკას კავკასიაში, მცირე აზიაში, აღმოსავლეთის ქვეყნებში. ეს რა მისი შედეგია? სწორედ საგარეო პოლიტიკის შედეგია, ხო ეს ჩამონათვალი? უგას. თამარის მეფობის ბოლო დროებში საქართველოს მადნაბიცი ქვეყნები იყვნენ ქაშაგეთი, ოსეთი, ზუგეთი, დიდოეთი, ხუნძეთი, ლეკეთი და დარუბანდი. ძალიან კარგი. მე მგონი ამომწურავი იყო ბავშვებმა პასუხი, ხო? თვით ბეგმაც კი წარმოგვიდგინეს მომხსენებლებმა. ძალიან დიდი მადლობა. შემდეგი ჯგუფი ბავშვებო, სწრაფად და თამარის ეპოქის აღშენებები. დაიწყება თამარ მეფის დროს. რა აღშენებლებებზეა საუბარი? მე-12 საუკუნის დასასრულსა და მე-13 საუკუნის დასაწყისსა ხუროთს მოზლობა იყო. ეს პერიოდი გამოირჩეოდა გუმბათოვანი ტაძრებით. ესენია იკორთა, ბეთანია, კიდევ ბეთანია, პიტარეთი, ლურჯი მონასტერი და ვახანის ქვაბები. განსაკუთრებული აღნიშნის ღირსია ვარძის მონასტერი, რომელიც 13 საათამდეა დაყოლილი. ბეთანის ვარძის მშენებლობა დაიწყო გიორგი მესამემ და დაასრულა თამარ მეფემ. შემდეგ რა ხდება ხა? შენი სქემა რისთვის არის? მე გირო გამოიყენო, ხო? პრეზენტაციის დროს. აი რა გაქვს აქ? სურათებია ესენი, აბა გაგვაცანი. ეს ხახულის ღვთისმშობლის არადი ხატი, რომელიც მოჭედილი არის ბექა და ბეშქენ პეზარნის მიერ. ვინ არიან ესენი? ესენი არიან ოქრომჭედლები. ოქრომჭედლები. შემდეგ რა ხდება? ასევე